ამ ომის განმავლობაში პირველად ორი რამ ერთდროულად ირღვევა რუსეთში. პირველი, რუსული არმია ფრონტის ხაზზე უკან იხევს და მეორე, რუსი საზოგადოება თავად პუტინს უპირისპირდება. ეს ორი რამ არასდროს მომხდარა ერთდროულად. და ამ კომბინაციამ კრემლში პანიკა გამოიწვია, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს არ გვინახავს. რუსეთის სამხედრო ძალები პოზიციებს კარგავენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ომის საწინააღმდეგო მომიტინგეები რუსეთის ათეულობით ქალაქში გამოვიდნენ, ქუჩაში და სკანდირებდნენ: აღარ გვინდა ომი. ვლადიმერ პუტინი ამზადებს თავის სამხედრო ძალებს, რომ უკრაინას უპასუხოს დრონით განხორციელებული ერიშზე. რამდენიმე დღის წინ პუტინმა მთელი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა კიევის ქალაქს. 50-ზე მეტილი დაიბომბა 90 რაკეტითა და 600 დრონით. კრემლი აცხადებს, რომ ეს იყო პასუხი უკრაინის მიერ რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულ იერიშზე. მაგრამ ეს ვიდეო სინამდვილეში იმ რუსულ შეტევას არ ეხება. რადგან თუ დავაკვირდებით, რას ესხმოდა თავს რუსეთი, რა ტიპის რაკეტები გამოიყენეს და რა სატელეფონო ზარი განახორციელა პუტინმა შეტევის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ეს რუსული შეტევა საერთოდ არ ეხებოდა სამხედრო სტრატეგიას. ეს იყო გზავნილი და ეს გზავნილი სინამდვილეში უკრაინისთვის არ იყო განკუთვნილი. ეს იყო გზავნილი შეერთებული შტატებისა და ევროპისათვის, უკრაინის ორი ყველაზე დიდი მხარდამჭერისათვის. ამიტომ ამ ვიდეოში მინდა სამი საკითხი განვიხილო. პირველი, პუტინი ახლა პანიკაშია. ასე რომ, რატომაა ის პანიკაში? რა ინგრევა რეალურად რუსეთის შიგნით? და რატომ აირჩია მან სწორედ ეს კონკრეტული მომენტი და ეს კონკრეტული რაკეტა, რომ ეს გზავნილი დასავლეთისთვის გაეგზავნა? რადგან თუ ამას ყველაფერს დავაკვირდებით, ზუსტად გავიგებთ, როგორ გეგმავს რუსეთი ამ ომის ესკალაციას შემდეგ ეტაპზე და რა გაფრთხილებას ცდილობს პუტინი დანარჩენი მსოფლიოსთვის გაგზავნას. ამიტომ რომ გავიგოთ, რატომ არის პანიკაში პუტინი ამჟამად, უნდა დავიწყოთ იმით, რაც 21 მაისს მოხდა, სულ რამდენიმე დღის წინ. რადგან ამ ომში პირველად უკრაინამ განახორციელა დარქმა, რომელმაც ნამდვილად შეძრა რუსეთის უმაღლესი სარდლობა. და ეს იქ არ მოხდა, სადაც თქვენი ფიქრებდით. ეს დარქმა მოსკოვში არ მომხდარა. უკრაინამ დრონების ტალღა გაუშვა ლუგანსკში, უკრაინის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს. სამიზნე იყო კოლეჯის შენობა, მაგრამ მას კოლეჯის სტუდენტები არ იყენებდნენ. შენობა დროებით შტაბად გამოიყენებოდა რუსული დანაყოფისთვის, სახელად რუბიკონი. და აი რა არის საინტერესო რუბიკონზე? რუბიკონი არის რუსეთის ელიტური დრონების დანაყოფი. სწორედ ისინი იყვნენ, ვინც 2024 წელს უკრაინული ძალები კურსკის კონტრშეტევიდან უკან დაახევინეს. ისინი ასევე ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებთან ერთად მოქმედებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. და ამას გარდა, მათი შექმნის დღიდანვე ფრონტის ხაზზე უკრაინულ ძალებს პრობლემებს უქმნიან. ყველაფერ ამას რომ თქვათ, ეს რუბიკონის ბიჭები მართლაც კარგები არიან. შეიძლება ითქვას ძალიან კარგები. ზუსტად ამიტომ უკრაინელები მათ თვეების, შეიძლება წლების განმავლობაშიც კი დასტევენ. 2025 წლის ნოემბერში ჩვენ გავაშუქეთ იერიში, რომლის სამიზნეც სავარაუდოდ რუბიკონის კიდევ ერთი ბაზა იყო. თუმცა ეს იერიში უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო შოკისმომგვრელი იყო. უკრაინის დაზვერვის სამსახურის SBU-ს ინფორმაციით, მათ მოკლეს რუბიკონის 100-ზე მეტი წევრი. დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობს, გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემა, გაანადგურეს სარდლობის პუნქტი და რა თქმა უნდა დააზიანეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა შეტევას ახორციელებს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ზიანდება. მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. პუტინისთვის ეს დარტყმა ნამდვილად მტკივნეული იყო, მაგრამ ამავდროულად მას მისცა ის, რაც ძალიან სჭირდებოდა. სასაუბრო თემა, საკითხი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს საზოგადოების ყურადღების გადასატანად და შესაძლოა მსოფლიო ყურადღების გადასატანადაც კი. როგორც ადრე ვახსენე, რუბიკონი კოლეჯის შენობაში მუშაობდა. აი რატო? ამ თავდასხმის შემდეგ კრემლმა მათ ამ თავდასხმის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოიწვიეს. ამას ომის დანაშაული უწოდეს და განაცხადეს, რომ უკრაინამ პასუხი უნდა აგოს. ეხლა, რა თქმა უნდა, არავინ აღიქვაი შეხვედრა ვედრა სერიოზულად, მაგრამ მინდა დანიელი წარმომადგენლის პასუხი წაგიკითხოთ, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს. შეხედეთ. დანიამ თქვა, თუ იმავე ლოგიკას გამოვიყენებთ, რასაც რუსეთი დღევანდელი შეხვედრის მოწვევისას იყენებს, ორჯერ მეტი შეხვედრა დავჭირდება. ყოველდღიური საგანგებო უშიშროების საბჭოს შეხვედრები, მათ შორის შაბათ-კვირასაც, მხოლოდ ზედაპირულად შეეხება იმ ტერორს, სიკვდილსა და განადგურებას, რაც რუსეთმა უკრაინაში გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, პუტინს ეს კომენტარი არ მოეწონა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თუ დაუბრუნდებით ომის დანაშაულის ნარატივს, ეს არასდროს ყოფილა ის აზრი, რომლის გადმოცემასაც კრემლი ცდილობდა. მთავარი მიზანი იყო პუტინისთვის გაემზადებინათ საბაბი იმისთვის, რასაც ის შემდეგ აპირებდა. და რომ გაიგოთ, რატომ სჭირდებოდა მას ეს საბაბი ასე ძალიან, უნდა გაიგოთ, რა ხდება რუსეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ხედავთ, ეს რუბიკონის დარტყმა ცუდი იყო, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ცუდი ამბავი, რაც პუტინს ბოლო დროს მიუღია. ყველაზე ცუდი ამბავი თავად რუსებისგან მოდიოდა. პირველად, 4 წლის განმავლობაში რუსები ახლა ღიად უპირისპირდებიან პუტინს და ამ ომს, რომელიც მან დაიწყო.
ეხლა გულწრფელად გეტყვით, სანამ ყველა მონაცემს განვიხილავთ. ვიცი რომ რუსულ გამოკითხვებს ვერ ენდობ. ისინი ძალიან აშკარად გაყალბებულია. დამოუკიდებელი გამოკითხვები ან თუნდაც დამოუკიდებელი მედია უბრალოდ არ არსებობს რუსეთში. ნებისმიერი მედია, რომელიც დამოუკიდებლად ითვლებოდა, სწრაფად გაანეიტრალეს, მას შემდეგ რაც 2020 წელს შეჭრა დაიწყო. ასე რომ ეს უნდა გვახსოვდეს. მაგრამ ეხლა, როცა ვიცით რომ გამოკითხვები გაყალბებულია, აი რა არის ნამდვილად გასაოცარი. თვითონ ეს გაყალბებული გამოკითხვებიც კი აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი იკლებს. ის ახლა ნაკლებად პოპულარულია ვიდრე 1 წლის წინ იყო და ახლა ნაკლებად პოპულარულია ვიდრე მაშინ, როცა ეს ომი დაიწყო. ასე რომ, დაფიქრდით ამაზე. როცა შენი საკუთარი პროპაგანდისტული გამოკითხვებიც კი ვერ ზრდის შენს რეიტინგს, აშკარად რაღაც ირღვევა ქვეყანაში. მოდით ვნახოთ, ვინ არიან ისინი, ვინც რეალურად აკრიტიკებენ. რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკა არ მოდის იმ ადამიანები, ვისგანაც ამას ელოდებოდით. ესენი არ არიან დისიდენტები, დემოკრატიის მოყვარულები ან პრო-დასალური ხმები რუსეთში. ყველა ეს ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. კრიტიკა ამჟამად რეალურად მოდის რუსი სამხედრო ბლოგერებისგან და, რა თქმა უნდა, რუსი ნაციონალისტებისგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიდანვე სრულად უჭერდნენ ხენმხარს ამ ომს, როცა პუტინმა დაიწყო იგი. ისინი უჭერდნენ მხარს უკრაინაში შეჭრას. ისინი უკრაინის რუსეთის ნაწილად ქცევას აპირებდნენ. და ახლა, როცა ომი ზუსტად გეგმის მიხედვით არ მიდის, როგორ ფიქრობთ, რას აკეთებენ? ისინი პუტინს ადანაშაულებენ. ნება მომეცით, რამდენიმე განცხადება წაგიკითხოთ. აი ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერის განცხადება, რომელიც საუბრობს სიტუაციასა და განწყობაზე რუსეთში. ინტერნეტზე ცდომის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ჩუმად ინგრევა. სამზარეულოებში გამოთქმული უკმაყოფილება გროვდება და მტრის იმედია, რომ ეს საბოლოოდ აფეთქდება და იმ შედეგს მოიტანს, რომელსაც ასე მოთმინებით ელიან დასავლეთში. ამაში დაგეთანხმებით. ეს ძალიან დიპლომატიური ფორმულირება იყო იმის სათქმელად, რომ რუსეთში ხალხი უკმაყოფილოა. მაგრამ ყველა ასეთი დიპლომატიური არ არის. შეხედეთ შემდეგ განცხადებას. კიდევ ერთხელ ეს განცხადება რუსის სამხედრო ბლოგერისგან არის. ვლადიმირ პუტინს დღესაც არ მიუმართავს რუსეთის მოსახლეობისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელეს დიდი სამამულო ომის შემდეგ. ეს მეორე მსოფლიო ომია და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი იყო. მთელი ელიტა ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. ზოგი იმდენად შეშინებულია, რომ თავშესაფრიდან გამოსვლას ვერ ბედავს. სხვები კი ომის დროს ყურადღების მიქცევას ერიდებიან და საჯაროდ არ ჩნდებიან. მაგრამ იქნებ ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს კითხოთ. რისთვის გჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ეშინია ომის დროს, რომელიც თავად დაიწყო, თავის ხალხთან იყოს? თუ არ იცის, როგორ მოიგოს ეს ომი, როგორ დაასრულოს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და უბრალოდ დროს ხომ არ აჭიანურებს იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. ასე იქცევიან ლიდერები და სარდლები. თავიანთ ბუნკერებში იმალებიან მაშინ, როცა მათი დედაქალაქები იბომბება, თუ ყველაზე რთულ მომენტებში თავიანთ ხალხთან დგანა. ვლადიმირ პუტინი შეშინებულია და არ სურს თავის აფრთხეში ჩაიგდოს. ამიტომაც არ სტუმრობს ბელგოროდს, კურსკს, ტუაფსეს ან ყირიმს. ვლადიმირ პუტინი ძალიან შეშინებულია, რომ 9 მაისის შემდეგ წითელ მოედანზე უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გამოჩნდეს. თუ დონალდ ტრამპისგან არ ექნება ეს გარანტიები, თუ ყველაფრის ეშინია, იქნებ უბრალოდ გვერდზე გადგეს და სხვებს მისცეს შესაძლებლობა დაიკავონ მისი ადგილი. მათვისაც ტყვიების და ისტორიული გამოწვევების არ ეშინიათ. ეს ნამდვილად შოკის მომბრელი განცხადება. რამე, რასაც რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან ნამდვილად ვერ მოელოდებოდით. ეხლა კიდევ ერთი რამ მინდა განმარტო, რადგან ვიცი რომ თქვენგან ზოგიერთები ალბათ კომენტარებში შეხვალთ და წუწუნს დაიწყეთ. რა თქმა უნდა, ესეთი განცხადება არ ნიშნავს, რომ პუტინს ხვალ გადააყენებენ. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ გადატრიალება ძალიან მალე მოხდება. მაგრამ მეორე მხრივ პრიგოჟინის გადატრიალება მართლაც მოულოდნელად მოხდა. ასე რომ წინასწარ ვერაფერს იტყვი. თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი რაღაცის მოხდენის შანსი ძალიან დაბალია. მიუხედავად ამისა, ეს არის ომის მხარდამჭერი ნაციონალისტი. ადამიანი, რომელიც უჭერს მხარს უკრაინაში შეჭრას. და ახლა ეს ადამიანი საჯაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ომსა და პუტინის ლიდერობას. როგორც უკვე ვთქვი, ეს ის რამაა, რასაც ომის დაწყებისას რუსეთში ვერასდროს წარმოიდგენდი. ეს ნამდვილად დიდი ცვლილებაა. და ეს ცვლილება თავისით არ ხდება. რუსეთის არმია ვერ ახერხებს რუსების დაცვას ქვეყნის შიგნით და ფრონტის ხაზზეც მარცხდება. ნება მომეცით აგიხსნათ, რას გულისხმობ. შეხედეთ ამ რუკას. დიდი ქალაქი, რომელსაც აქ ხედავთ, არის როსტოვი-დონზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური ჰაბია, რომელსაც რუსეთი ამ შეჭრისას იყენებს. ეს ის ადგილია, სადაც სამხრეთის მთელი ფრონტებისთვის საჭირო მარაგები ორგანიზდება, სანამ ისინი სატვირთოებით გაიგზავნება. და გზა, რომელიც როსტოვი-დონზეს კრიმთან აკავშირებს, ის ავტომაგისტრალი, რომელსაც ხედავთ აზოვის ზღვის გასწვრივ, სწორედ ეს არის მთავარი მომარაგების ხაზი, რომელიც ფაქტობრივად კრიმს სიცოცხლეს უნარჩუნებს. სამწუხაროდ, ეს მომარაგების ხაზი ძალიან სახიფათო ხდება. რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინამ ეს ავტომაგისტრალი სასიკვდილო ზონად აქცია. დრონები ყოველდღიურად ურტყამენ სატვირთოებს. შეგიძლიათ რეალურად ნახოთ, როგორია ეს გზა, როცა ამ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებით. თქვენს ეკრანზე არსებულ ვიდეოში. მომარაგების კოლონებს ნადირობენ. და აი ამ კამპანიის ყველაზე საშიში ნაწილი.
ეს მხოლოდ ეხლა დაიწყო. სიტყვა სიტყვით, უკრაინელებმა ახლახან განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ 2 კვირის წინ დაიწყეს და აპირებენ გააორმაგონ, შესაძლოა გაასამმაგონ კიდეც ეს მოქმედებები. მოდი გადავხედოთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ამ განცხადებას. ჩვენ ვიწყებთ რუსეთის არმიის ლოგისტიკურ ბლოკადას. ჩვენ ვაფართოებთ საშუალო დონის დარტყმის ოპერაციებს, რათა სისტემატურად გავანადგუროთ მტრის ლოგისტიკა და მომარაგების ხაზები. ჩამოვაშოროთ მათ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ გამოვყავით $140 მილიონი ჩვენი ყველაზე ეფექტური წინა ხაზის დანაყოფებისთვის. პირდაპირ შესყიდვებისთვის პარალელურად კი ვიწყებთ მასშტაბურ კონკურენტულ ტენდერებს. მტრის ზურგი აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი. ჩვენ ვირებ ინიციატივას ტექნოლოგიისა და ომის ცივი მათემატიკის გამოყენებით, რათა პარალიზება მოვახდინოთ მათი ოპერაციების. უკრაინელებმა გაარკვიეს, რა აზიანებს რუსებს ამჟამად და ახლა ორმაგად აძლიერებენ ამ მიმართულებას. და იცით რა? ასეთ მოკლე დროშიც კი ამ კამპანიას უკვე აბს გავლენა ყირიმზე. ჩვენ ხედავთ ცნობებს საწვავის დეფიციტის შესახებ მთელ ნახევარკუნძულზე და ეს პრობლემა მხოლოდ ვრცელდება. შეხედეთ, საწვავის დეფიციტი იწყება სევასტოპოლში. ეს არის მტრის სისტემური დარტყმების შედეგების დასაწყისი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე და ტანკერებზე, ყირიმისკენ მიმავალ სახმელეთო კორიდორზე. ადგილობრივ ხელისუფლებას კითხვების დასმას აზრი არ აქვს. კითხვები უნდა დაესვას გერასიმოვს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს. და აი ეს კითხვები სვამენ ამ რუსი ბლოგერები. რატომ არ იყო უზრუნველყოფილი საკმარისი დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამრეწველო ობიექტებზე? და მეორე კითხვა, რატომ არ არის სახმელეთო კორიდორი ყირიმში საკმარისად დაცული? სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვინც ეს კითხვები უნდა დასვას, ამის სურვილი არ აქვთ. ვფიქრობ, იმიტომ რომ არ უნდათ ფანჯრიდან გადმოვარდნენ. აი რატო არ აპირებენ ისინი პუტინსა და მის პატარა მეგობარს როსუმოვს კითხვები დაუსვან. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ფონი. ეს არის ის სიტუაცია, რომელსაც პუტინი ებრძვის. არმია ფრონტის ხაზზე უკან იხევს. ელიტარულმა დრონების დანაყოფმა ერთ ღამეში ასობით ყველაზე გამოცდილი ოპერატორი დაკარგა. ყირიმის მთავარი მომარაგების გზა ცეცხლშია. და ამას გარდა, რუსული საზოგადოება და რუსი სამხედრო ბლოგერები უკვე საჯაროდ მოუწოდებენ მას გადადგეს. სინამდვილეში მისი საკუთარი გაყალბებული გამოკითხვებიც კი აჩვენებს, რომ ხალხი ამ ომის წინააღმდეგ გამოდის. ეს ნიშნავს, რომ პუტინი კუთხეშია მიმწყდეული. ისეთ კუთხეში, როგორიც მან ალბათ არასდროს უნახავს. როდესაც ომის დამნაშავე, როგორც პუტინია, კუთხეშია მიმწყდეული, ის ომს ამწვავებს. და სწორედ ამას აკეთებს ის ახლა. ეს გვაბრუნებს იმ თავდასხმასთან, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ. კიევზე თავდასხმასთან. რადგან ახლა რაკეტა, რომელიც მან იმ თავდასხმაში გამოიყენა, ბევრად უფრო გასაგები ხდება. ხედავთ 3 მაისს, ზუსტად 2 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც ამ რუბიკონის დარტყმაზე ვისაუბრეთ, რუსეთმა შური იძია და კიევი ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. ეხლა, როგორც ალბათ გსმენიათ, ეს არის ბირთვული შესაძლებლობის მქონე ჰიპერსონული რაკეტა, რომელიც სპეციალურად ბირთვული ქობინის გადასატანად არის შექმნილი. და აი, რასაც ბევრი ადამიანი ივიწყებს. ბირთვულ ქობინს სიზუსტე არ ჭირდება, რადგან ის იმდენად დიდ ზიანს აყენებს, რომ ფაქტობრივად ყველაფერს აორთქლებს თავის რადიუსში. ამიტომ მას არ სჭირდება კონკრეტულ შენობაზე ან კონკრეტულ კოორდინატზე მოხვედრა. მაგრამ ხედავთ, როცა ასეთ რაკეტას იყენებთ, მაგალითად ორეშნიკის რაკეტას ბირთვული ქობინის გარეშე, ეს იგივეა, რაც ფერარით დორდეშის მიტანა. ის რაკეტა თითო გაშვებაზე დაახლოებით 20-დან 50 მილიონ დოლარამდე ღირს. შეიძლება მეტიც, ზუსტად არ ვიცი რუსეთის მაჩვენებლები. სამხედრო ხარჯებს გამჭვირვალედ არასაჯაროებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, პუტინმა ეს რაკეტა უბრალოდ ცარიელი ავტოფარეხის დასარტყმელად გამოიყენა და ამას სერიოზულად ვამბობ. ჩვენ რეალურად გვაქვს ვიდეო იმ ადამიანის, ვისაც ეს ავტოფარეხი ეკუთვნოდა და ის ძალიან გამბრაზებული იყო, რომ პუტინი ესეთ ძვირადღირებულ რაკეტას ცარიელი ავტოფარეხის დასარტყმელად იყენებს. ნახეთ. ორეშნიკი ჯანდაბა ჩემს ავტოფარეხებს დაენარცხა. ვობა პუტინ, გაჩვენებ რაზე დახარჯე მილიონები უაზროდ. აი ესენი ავტოფარეხებია. ეს არის ავტოფარეხების კოოპერატივი. წარმოიდგინე. და ნახე, ამ ავტოფარეხში, ზუსტად ამაში ბიძია საშა აპირებდა 50 გრამის დალევას. ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, მაგრამ შენ, ნაბიჯვარო, ყველაფერი გააფუჭე. მაშ, კითხვა ასეთია. რატომ დააკეთებდა ამას? რატომ დახარჯავდა ამდენ ფულს უბრალოდ არაფრის გასანადგურებლად? იმიტომ რომ ხედავ, რაკეტა რეალურად შურისძიება არ იყო. ეს იყო გზავნილი. ეს იყო გზავნილი შეერთებული შტატებისა და ევროპისათვის. ჩვენ ეს იმიტომ ვიცით, რომ ვიცით. ამ დარტყმიდან რამდენიმე საათში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ტელეფონი აიღო და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაურეკა. და მან საკმაოდ მარტივი გზავნილი გადასცა. გაიყვანეთ ამერიკელი დიპლომატები კიევიდან. რადგან ასეთი თავდასხმები გაგრძელდება და რუსეთი არ აპირებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას. ამას რუსული მედია ძალიან საჯაროდაც კი განიხილავს. შეხედეთ. დღევანდელი რამდენიმე რუსული გაზეთი აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას. აი ეს არის რუსეთის მთავრობის გაზეთში, როსიისკაია გაზეტაში. იგი აცხადებს მოსკოვის განზრახვას, დაიწყოს როგორც თავად უწოდებს თანმიმდევრული და სისტემური დარტყმები კიევში მდებარე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებზე.
მათ შორის კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებიც განკუთვნილია დრონების დიზაინის, წარმოებისა და პროგრამირებისათვის, ასევე მათი გამოყენებისთვის, მოგზადებისათვის. ასევე აღნიშნავს, რომ დარტყმები მიზნად დაისახავს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებსა და სადლობის პუნქტებს. ასევე მოუწოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქალაქი. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა კიევში უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს ქალაქის დატოვებას. და სწორედ ამიტომ სურს რუსეთს, რომ ყველა დიპლომატმა და ყველა უცხოელმა დატოვოს კიევი, შესაძლოა საერთოდაც უკრაინა, რადგან პუტინისთვის ეს დიდი გამარჯვება იქნებოდა. ამიტომაც გაუგზავნა მან იგივე შეტყობინება ევროპას, რაც შეერთებულ შტატებს. მაგრამ პატარა ვლადიმირისთვის სამწუხაროდ არავინ აღიქვამს მას სერიოზულად. სინამდვილეში არავის გამოუცხადებია, რომ ქვეყნის დატოვებას აპირებს. რა ამას გარდა, ევროპელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ რუსეთი დაგვართხამს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს განზრახ გაკეთდა. ეხლა აქ მინდა ცოტა უკან დავიხიო და იმ თავდასხმას შევხედო, რადგან ეს თავდასხმა მხოლოდ გაფრთხილება არ იყო. მან გამოიყენა 90 რაკეტა და 600 დრონი, რათა ძირითადად სამოქალაქო ობიექტები დაემიზნებინა და აი დაზიანებული ობიექტების სია. ჩვენ ეს ვიცით უკრაინიდან გავრცელებული ფოტოებიდანაც. პუტინმა დაარტყა ეროვნულ სამხატვრო მუზეუმს, კიევის ოპერას და მუზეუმს, რომელიც ჩერნობილის კატასტროფას ეძღვნებოდა. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს არ ესროდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ის ესროდა ყველაფერს, რასაც კი მიაგნებდა. და სამწუხაროდ, რუსეთს უფრო მარტივად შეუძლია სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმა, ვიდრე სამხედროებზე, რადგან რა თქმა უნდა, სამხედრო ობიექტები დაცულია. ეხლა რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ესეთი ტიპის თავდასხმა უცხოელ დიპლომატებს მაინც კიევიდან წასვლას და შესაძლოა რომელიმე დასავლურ ქალაქში საელჩოს გახსნას გადააწყვეტინებდა. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მოარითქვა. და სწორედ ამ დროს გამოვიდა რუსეთის ძველი მთვრალი პრეზიდენტი და საჯაროდ გაბრაზდა. ნახეთ განცხადება, რომელიც მან გაავრცელა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ კიევში დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებებისა. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტად ყავთ და შტატის შემცირება სჭირდებათ. ეხლა ამ კაცმა მთელი ომის განმავლობაში ბლეფობდა, ასე რომ მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი დიპლომატებზე თავდასხმას დაიწყებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი დიპლომატებს აფრთხილებენ, ცოტას გვეუბნება იმის შესახებ, რას ისახავს რუსეთი რეალურად მიზნად. და ეს ნიშნავს, რომ ეს ომი კიდევ უფრო გამწვავდება. უკრაინამ ეს ისტორია უკვე ნახა. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი ფრონტის ხაზზე ზეწოლას გრძნობს, ისინი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. და ამჯერად საქმე მხოლოდ ფრონტის ხაზზე ზეწოლას არ ეხება. პუტინიც შიდა ზეწოლას განიცდის და მას გონია, რომ ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად უკრაინაში კიდევ უფრო სასტიკი ქმედებებია.